მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო. აბა ვნახოთ როგორი დღეა დღეს. რას გვეტყვიან ჩვენი მფარველები, როგორი დღეა დღეს, ენერგეტიკულად ჯერ ვნახოთ დღევანდელი დღეო. გადასარავი ნახეთ. მოქმედების დღეა. რა ვიცი, აი ვისაც რა გაქვთ ჩაფიქრებული, იმოქმედეთ. დღე იწყება ენერგეტიკულად, ანუ იმოქმედე. პირველი არის ეს, შემდეგ. რაზე მიგვანიშნებენ, აი რაზე ვიმოქმედოთ, რასთან დაკავშირებით? მიგვანიშნებენ აქ გრძნობებზე, ჩვენ საქმიანობაზე, ჩვენ სფეროზე, ვისაც დანგრეული აქვს ურთიერთობა, ან ეხლა აქ რაღაცა ისეთი პაუზა, ან თქვათ რაღაც, მოკლედ, ყველა თქვენ თავებზე იმას ქენით, მიიღეთ თქვენი სიტუაციები როგორც არის, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა არის დამაბრკოლებელი, ან კონფლიქტი, ან გაბუტვა, ან ყოველ შემთხვევაში გაჩერება, ხო, ურთიერთობას გულისხმობ. და აქ არის ლოდინი, რომ თქვენ ელოდებით, ამოხვედით თქვენ და ამოდის ასევე ახალი დასაწყისი, ამოდის ის, რომ ესე იგი რაღაც მოკლე პერიოდის შემდეგ, რო გაივლის, დაელოდეთ, ნუ იჩქარებ და ყველაფერი დაიწყება თავიდან. აქ გრძნობაზე არის საუბარი, ნახეთ. რატომღაც მარტოსულად გრძნობთ თავს, რატომღაც აი რაღაცნაირად ისე ხართ რა, აი დეპრესიული. ნუ ეხა ეს ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ძალიან მალე იქნება გამონათება. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, იმიტომ რომ ორჯერ ამოვიდა უკვე ეს ნიშანი, რაც ეხლა თუ ქაოსი გაქვთ გონებაში, თავში, დაულაგებელი სიტუაცია, რაღაცნაირად გიჭირთ კოორდინაცია, იგივე რამეზე ფოკუსირება, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ პერიოდია ასეთი, თქვენი ბრალი კი არ არის, ზოგადად მასშტაბურად ხდება ეს ენერგეტიკულად ხსნი ამას და დაალაგდება სიტუაციები, ეს ემოციონალური ფონია ასეთი, დამძიმებული, რაც მოქმედებს და 1000 ჯერ მithქვია და ვინც ეხა მიყურებთ ხშირად და ხართ ჩემი მაყურებლები, იცით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ენერგიაზე და ეს უხილავი ენერგია, რომელიც გადაცემადია, ანუ რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ირგვლივ ყველაფერზე, მაგრამ აქ ნახეთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჩვენ ენერგეტიკულად, ხო, ჩვენს დადებით ემოციებს, ჩვენს მუხტს, იგივე კეთილგანწყობას გადავცემთ ჩვენს ირგვლივ მყოფებს. იმდენად დაგვილაგდება სიტუაცია, ანუ აქ მთავარია ჩვენი პირველ რიგში დამშვიდება, დასტაბილურება, ემოციების ცოტა არ იყოს და რაღაცნაირად გაჩერება, ანუ არ გვინდა ეს ზედმეტად, არც აღფრთოვანება, არც ზედმეტად გამწარება და გაბრაზება და არიქა შენ ესეთო, შენ ისეთო და გადასვლა უკვე ნეგატიურში, არა. ამას არ გვირჩევენ ეხლა, თავი შეიკავეთ თუ, ანუ იქნებით თქვენთვის მშვიდად წყნარად, აი რაღაცნაირად დაიკავეთ თავი, ან იმით, ან ამით, ხო არის ბევრი რაღაც ისეთი საქმეები გაქვთ, მიხედეთ თქვენ პირად სივრცეს თქვენ იმ სიტუაციას, რაც გიყვართ, ანუ ნახეთ, პარტნიორული ურთიერთობა ამოდის, ამ ადამიანთან შეხვედრა ამოდის, მაგრამ 1 კვირა მაინც იქნება ეს გავლენა, ანუ ემოციონალური ფონი, ენერგეტიკა, რომელიც გეუბნება, რომ ბალანსი შეინარჩუნო, ანუ აუცილებელია დაბალანსო ყველაფერი. ანუ არ იყო აი ნელთბილი სიტუაცია უნდა იყოს, არც ძალიან ცხელი, არც გავარვარებული, რო იტყვიან, ანუ ზომიერი, ანუ ნახეთ, სამყარო თვითონ ზომიერებაა, გესმით? ხო და ამიტომ ითხოვს ჩვენგანაც მით უმეტეს ეს 1 კვირა მაინც ამ ზომიერებას. ემოციონალურ ფონზე აქ საუბარი, იმიტომ რომ აი ეს რაღაც მიჯაჭვულობები რო გვაქვს, დამოკიდებულებები რო გვაქვს, მატერიალური, ადამიანი, რაღაც კიდე
ისეთი ვნებები და სიტუაციები, რაც მართლა გვაწუხებს, ეს არის მავნე ჩვევები, განკითხვა იგივე, ანუ ბევრი რაღაც ესეთი საკითხები ხო არ დავიწყებ, ეხლა არ დავწვრილმანდები, თქვენ იცით ხო ამ ყველაფერზე, თქვენც იცით, რომ რაღაც მომენტში უცებ წამოვენთები, სიტყვაზე ვიძახი და ანუ ნეტა გავჩუმებულიყავი და არ მეთქვა, ანუ თქვენ თვითონაც ხო გაქვთ ეს შეგრძნება, რომ რაღაცა ზედმეტი მოგივიდათ ხო იმ ადამიანთან ან რაღაც იგივე თქვენი აზრის გამოთქმაში ხო და აი ზუსტად მაგაზია საუბარი, რომ ახალი დასაწყისი იქნება. ეს ცეცხლი, ეს ვნება, რაც თქვენშია, თქვენ შიგნით არის, თქვენ ემოციებშია, გასაგებია, მაგრამ ეს უნდა გადაიტანოთ ეს ემოციები, ხო? პოზიტიურში. იმიტომ რომ აღდგენა იქნება, ანუ აქ ურთიერთობის ჰარმონიზაცია, თქვენი საყვარელი პარტნიორის, თქვენს ოჯახთან, შვილებთან, ვისაც გყავთ, იგივე თქვენს ირგვლივ მყოფებთან, ანუ დაალაგდება სიტუაცია, აღდგენის კარტი მოდის, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენ აი ამ პატარა მონაკვეთს, რომ ეს ზომიერება რაღაცნაირად შეინარჩუნოთ, ეს აუცილებელი. ანუ მთლიანობაში ეხა ეს არის საჯარო გაშლა, რომელსაც მე კარტების მიხედვით ხო პროგნოზირებას თქვენთვის გადმოვცემ, დიაგნოსტიკა, პროგნოზირება და ამას ყველაფერს გეუბნებით, რაც მოდის ენერგოსაინფორმაციო სამყარო სივრციდან, ხო? ვკითხულობ, შევიგრძნობ, როგორც გამტარი და გადმომაქვს თქვენთან, რომ თქვენ გაგაგებინოთ. ეხლა თქვენ როგორ მოიქცევით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ნახეთ, ეს თავისუფალი ნება. მე მაქვს იმის დანიშნულება აქ, რომ ეს გადმოვცე, გაგაფრთხილოთ, გითხრათ, ხო? რომ თქვენ იყოთ უკეთესად. თქვენ როგორ მოიქცევით იმ კონკრეტულ მომენტში. აქ კარტი ვერაფერს ვერ გეტყვით. კარტი გეუბნება მთლიანად, ზოგადად, მასშტაბურად სიტუაციას, მოვლენას, ენერგიას, კითხულობს ამ სიხშირეს, ხო? ხო და მერე უკვე აი თქვენი სიტუაციიდან ინდივიდუალურად უნდა მოარგოთ. აი კარტს უყვარს კონკრეტიკა. ეხლა მე რაც ვკითხე, ხო, ამ ენერგიებთან დაკავშირებით, მითხრა გლობალურად, ხო, ზოგადი ფონი, როგორც იქნება. და რაც იქნება, ну, ყველასთვის შეიძლება არ რეზონირდეს. მარტო ენერგიაზე არ არის საუბარი, ხა. პირადზეც როვშლი, ხო? მაგრამ მთლიანობაში ინფორმაცია მაინც მოდის, იმიტომ რომ ეს არის ენერგოსაინფორმაციო ველი, საიდანაც ვკითხულობ იმ მთლიან კოლექტიურ ინფორმაციას, რაც ყველასთვის აუცილებელი და გასათვალისწინებელია, ხო? ამიტომ ეხა პირადად, ხო, როცა ეუბნები კონკრეტულად ადამიანის სახელს, ეკითხები კონკრეტული კითხვით, ვთქვათ, რომ აი ჯემალი, ვთქვათ, როდის გამოვა კონტაქტზე ნათიასთან სიტყვაზე ვიძახი. ხო და ის გეუბნება მის სიტუაციას, გიყვება მის ფიქრებს, მის გრძნობებს, მის ქვეცნობიერს, ანუ ამას ყველაფერს კითხულობს ეს ინსტრუმენტი, ხო? რაც ახლა ხელში მიჭირავს და გადმოცემს თავისი აი ესეთი სიმბოლოებით, ციფრებით, ნუმეროლოგიით და ასე შემდეგ. ასევე ენერგეტიკულადაც. უნდა გქონდეს ინტუიცია გახსნილი, რომ ეს წაიკითხო მარტო ინსტრუქტას ჩაიტარებ და ეს იმას ნიშნავს და ეს ამას ნიშნავს, კარტი ასე არ მუშაობს. მთლიანობაში უნდა იცოდე, რა თქმა უნდა, რა რას ნიშნავს, მაგრამ შენ თავზე უნდა გქონდეს გამოცდილი პრაქტიკა, გავლილი ადამიანებთან, ანუ იგივე კონსულტაციები ჩატარებული და უკვე დაცდილი რო გაქვს, გამოცდილი გაქვს და იცი ყოველი კარტის, ხო, ენერგეტიკა როგორ მოქმედებს. შენი ინტუიციიდან შენ უკვე შედიხარ კონტაქტში იმ თვითოულ არკანთან და გადმოსცემ შენი ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან უკვე ცოდნიდან მიღებულ იმ მოვლენებს და ასევე გაძლევს კარტი ამის საშუალებას, რომ ინტუიციურად შეიგრძნო და მერე გადმოსცე და აღიქვა. ხო და ამიტომ ეხა ყველას უჭირავს ტაროს კარტი, მაგრამ ეხა ყველა მე მგონი ისა ინსტრუქციით გაშლა არ არის რა ეხა. ესე რომ რასაც ეხა ინსტრუქციაში წერია, ესე არის, არ არის ეს. ძალიან ბევრი ჩვენზეც არის დამოკიდებული.
პროგნოზირებს კარტი, გეუბნება, მაგრამ შენ როგორ მოიქცევი კონკრეტულ მომენტში, ეს უკვე შენზეა საუბარი. ის უბრალოდ გეუბნება, რომ ესე მოხდება, ესე იქნება და დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. გესმით? ანუ აქ არის ძალიან ბევრი რამე ინდივიდუალურ სიტუაციაზე. აქ არის გათვლილი ასევე კონკრეტიკაზე, იმიტომ რომ კონკრეტიკა უყვარს სამყაროს, კონკრეტიკა უყვარს ყველა ინსტრუმენტს. ეს კანკარა იქნება ბიოლოგიური ჯოხები, ენერგიის აზომი თუ ტაროს კარტი თუ რუნები, ყველაფერს სჭირდება კონკრეტიკა. გესმით? ანუ ზოგადი, კი ბატონო, ინფორმაციას ვღებულობ, ვიღებ, ზოგადად საუბრობ, გლობალურად გადმოვცემ, მაგრამ როცა ვიცი, რომ ჯემალი, სიტყვაზე ვიცახი, რას ფიქრობს და თუ აპირებს, რომ ნათიასთან მაგალითს ვამბობ, ხო? კონტაქტზე გამოვიდეს, ან რატომ არ გამოდის და რაშია საქმე, რა უშლის ხელს, ის უკვე პირდაპირ მეუბნება პასუხს რატომ მათ და მის ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას, მის შინაგან დაბრკოლებებს, იმ ფიქრებს, იმ შიშებს, იმ კომპლექსებს, იმ ყველაფერს აღწერს კარტი. გესმით? იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი და ზღვა ინფორმაცია მოდის. ეს არის ტარო, რომელიც უსაზღვროა და მთელი ცხოვრება სწავლობენ და მთელი ცხოვრება არიან დაკავებულები აი ამ სისტემის შესწავლით. აი დაგემშვიდობებით აი ესეთი ულამაზესი არკანით ეს ქალი, რომელსაც ახლა ხედავთ, ხო, არის დედოფალი პენტაკლების. ამ ქალს აქ ნახეთ ინტუიცია, რომელიც მასშია. ეს ქალი დაკავშირებულია ბუნების ენერგიებთან, ანუ ნახეთ მიწის სტიქია, ხო? და ახლოს არის სამყაროსთან. ეს ქალი ყოველთვის განიცდის განახლებას. ნახე, სულ აყვავებულია, ლამაზია. მისი, დამახასიათებელი თვისება რა არის, რომ რეალურად აღიქვავს ყველაფერს. ჯერ ერთი. მერე აქ თავისი ინტუიცია აგერ. მერე ყოველთვის, ნახეთ, ფინანსებთან, ფულთან დაკავშირებით, ხო? ყოველთვის აქვს რაღაც თავისი ფული, იმიტომ რომ მისი გონება, მისი გამოცდილება, მისი ინტუიცია აჯილდოვებს თვითონ დედა-დედამიწა, რომელიც ცოცხალია, ხო? და ყველა ცოცხალ არსებასთან აქვს შეხმატკბილებული კონტაქტი. აი ეხლა, რასაც უყურებთ კონკრეტულად ამ არკანს. ნახეთ, ყველა კარტს აქვს განსხვავებული, ხო? სურათი ნახატი, იმიტომ რომ ყველა ავტორს აქვს რაღაც ჩადებული მისი. მთლიანობაში ინსტრუქცია ერთია, ვიცით, ხო? Queen of the Pentacles, დედოფალი პენტაკლი, მაგრამ აქ ბევრი რამე შეიძლება წავიკითხოთ. ის რომ აი ბუნების ძალებთან, მინერალებთან, აგერ მცენარეებთან, ბალახებთან აქ ამ ქალს ინტუიციური დამოკიდებულება შეუძლია ბევრი რამე განკურნოს, თავისთვის ხო მოირგოს, გაიახალგაზრდავოს ენერგეტიკულად, აიწიოს ის თავისი ვიბრაციები ბუნებასთან, როცა იქნება ახლოს, იმიტომ რომ ეს ქალი არის მოვლენილი იმისთვის, რომ იყოს სამყაროსთან ახლოს. აი ესეთი ვარიანტით გემშვიდობებით, დროებით.